დღეს მინდა ქლიავზე მოგიყვეთ და ჯანმრთელი და გემრიელი რეცეპტებით შემოგთავაზოთ. ქლიავი არა მხოლოდ სასიამოვნო ხილი, არამედ ჯანმრთელობის ნამდვილი საგანძურია. ის სავსეა საკვები ნივთიერებებით, ვიტამინებითა და მინერალებით, მათ შორის ვიტამინი C, ვიტამინი K, კალციუმი, ვიტამინი A, კალიუმი და საკვები ბოჭკოები. ეს ვიტამინები და მინერალები მნიშვნელოვან როლს ასრულებს სხეულის სხვადასხვა ფუნქციის შენარჩუნებაში და უზრუნველყოფს თქვენი ორგანიზმის ოპტიმალურ ფუნქციონირებას. ქლიავი სავსეა ანტიოქსიდანტებით, განსაკუთრებით ანტოციანინებით და კვერცეტინით, რომლებიც თქვენი უჯრედების ოქსიდაციური სტრესისგან დაცვით სასიცოცხლო ფუნქციას ასრულებენ. ეს ხელს უწყობს ქრონიკული დაავადებების რისკის შემცირებას და ანელებს დაბერების პროცესს. კალიუმის დიდი რაოდენობის გამო ქლიავი შესანიშნავი ხილია თქვენი გულის ჯანმრთელობისთვის. ის არეგულირებს არტერიულ წნევას, რითაც ამცირებს ინსულტისა და გულის დაავადებების საშიშროებას და ხელს უწყობს თქვენი გულ-სისხლძარღვთა სისტემის ჯანმრთელობას. ქლიავი შეიცავს დიდი რაოდენობით K ვიტამინსაც, რის გამოც ის ცვლილებისთვისაც ძალიან სასარგებლოა. ამ ვიტამინის ცვლილებისთვის საკმარისი რაოდენობით მიწოდებამ შეიძლება ოსტეოპოროზის რისკიც თავიდან აგაცილოთ. ეს ხილი ანტიოქსიდანტების დიდი შემცველობის გამო ასევე შესანიშნავია თქვენი კანისთვისაც. ის მას ულტრაისფერი გამოსხივებისა და გარემოს მავნეზე მოქმედების განიცავს, რაც დაბერების პროცესს აფერხებს და ახალგაზრდულ ბზინვარებას ანიჭებს კანს. ქლიავი დიდი რაოდენობით C ვიტამინს შეიცავს და შესაბამისად ის თქვენი იმუნური სისტემისთვისაც შესანიშნავი ხილია. მას თავისი ანტიოქსიდანტების დიდი რაოდენობით შემცველობის გამო კიბოს საწინააღმდეგოდაც შეუძლია თავისი წვლილის შეტანა. გარდა ამისა, მისი კანი შეიცავს დიდი რაოდენობით ანტოციანებს, რომლებიც ორგანიზმს კიბოსგან და გულის ინფარქტისგან იცავს. იმის გამო, რომ ქლიავი სავსეა საკვები ბოჭკოებით, ის საჭმლის მომნელებელი სისტემისთვის ერთ-ერთ საუკეთესო ბუნებრივ საშუალებას წარმოადგენს. ბოჭკო უზრუნველყოფს არა მარტო განავალის მასის ფორმირებას, არამედ მის ნაწლავებში რბილად და კომფორტულად გადაადგილებას, რაც შეკრულობის პრევენციას ახდენს. გარდა ამისა, ისევ ბოჭკოვანი შემადგენლობის წყალობით ქლიავი დანაკლების შეგრძნებას იწვევს. ეს ხილი 100 გრამზე დაახლოებით 57 გრამ ნახშირწყლებს შეიცავს. შედარებისთვის, იგივე რაოდენობის შაქარი შეიცავს 99.8 გრამ ნახშირწყლებს. ხოლო ნახშირწყლების უფრო დაბალი შემცველობა ამცირებს პანკრეასის დატვირთვას, ნაკლებად იწვევს მადის მომგვრელი ჰორმონის ინსულინის გამოყოფას და ხელს უშლის მუდმივად განმეორებადი ძლიერი შიმშილის შეტევებს. ეს კი თავისთავად შესანიშნავია იმ ადამიანებისთვის, ვინც ჭარბწონას უჩივის. ასეთ შემთხვევაში ქლიავი თქვენი დიეტური მოკავშირე იქნება, რომელიც მადის მოტოკვაში და შესაბამისად წონის მართვასა და სხეულის ჯანსაღი მასის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ. გამოთქმა სიკვდილი ნაწლავებში იწყება ხაზს უსვამს საჭმლის მომნელებელი სისტემის ჯანმრთელობის მნიშვნელოვან როლს ადამიანის ზოგად ჯანმრთელობაში. ჯანმრთელი ნაწლავები აუცილებელია საკვები ნივთიერებების შეწოვისთვის, ნარჩენების გამოდევნისთვის და ძლიერი იმუნური სისტემის შესანარჩუნებლად. მათ გასაწმენდად ერთ-ერთი ბუნებრივი და ეფექტური გზა თქვენს კვებაში შავი ქლიავის ჩართვაა. მოდით ვნახოთ, როგორ შეუძლია შავ ქლიავს ნაწლავების გაწმენდა და თქვენი ჯანმრთელობის გაუმჯობესება. როგორც მოგახსენეთ, ის მდიდარია დიეტური ბოჭკოებით, რაც ხელს უშლის ყაბზობას და კუჭის მოქმედების რეგულარულობაზე ზრუნავს. ქლიავი შეიცავს სორბიტოლს, შაქრის ალკოჰოლს ბუნებრივი საფაღარათო ეფექტებით. სორბიტოლი იზიდავს წყალს ნაწლავებში, რაც ხელს უწყობს განავლის დარბილებას და მის ადვილად გამოდევნას. ქლიავის ანტიოქსიდანტები ნაწლავის ლორწოვან გარსს იცავენ და მხარს უჭერენ საერთო საჭმლის მომნელებელ ჯანმრთელობას. ისინი ასევე ამცირებენ ანთებას, რაც სასარგებლოა ნაწლავების ჯანმრთელობისთვის. ქლიავში არსებული ბოჭკოები მოქმედებენ, როგორც პრებიოტიკები, რომლებიც ნაწლავში სასარგებლო ბაქტერიებს კვებავენ. ეს უკანასკნელები, რა თქმა უნდა, ნაწლავების მიკროფლორას აჯანსაღებს, ეს კი თავისთავად აუცილებელია საჭმლის კარგი მონელებისთვის და საერთო ჯანმრთელობისთვის. ამ ყველაფერთან ერთად ქლიავი შეიცავს ფიტოქიმიკატებს, როგორიცაა ანტოციანინები, რომლებსაც ანთების საწინააღმდეგო მოქმედება აქვთ და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკის შემცირება შეუძლიათ. გასათვალისწინებელია ის, რომ ქლიავის დადებითი გავლენა ნაწლავებზე, კერძოდ მისი საფაღარათო მოქმედება, შეიძლება ქლიავის ტიპისა და ინდივიდუალური მონელების მიხედვით განსხვავდებოდეს. ნედლი ქლიავის საჭმლის მომნელებელი ეფექტი მის შემადგენლობაში შემავალი ბოჭკოების, პექტინისა და ცელულოზის წყალობით შეიძლება მოხმარებიდან რამდენიმე საათში მოხდეს. ალბათ გაინტერესებთ ჯანმრთელობის კუთხით განსხვავებები გამხმარსა და ახალ ქლიავს შორის.
ქლიავის ჭირი შეიცავს დაახლოებით 5-ჯერ მეტ ბოჭკოს, ვიდრე ნედლი ქლიავი, რაც მას საჭმლის მონელების ხელშესაწყობად და ყაბზობასთან საბრძოლველად განსაკუთრებით ეფექტურს ხდის. მას ნაწლავების კიბოს რისკის შემცირებაც შეუძლია. ნედლ ქლიავს კი აქვს უფრო მაღალი წყლის შემცველობა, რაც კოჭს ამშვიდებს და ნაწლავის მიკროფლორას რგებს. მასაც აქვს საფაღარათო მოქმედება, მაგრამ ნაკლებად ინტენსიური ვიდრე ქლიავის ჭირს. ნედლ ქლიავს შარდმდენი მოქმედებაც აქვს. ახლა რაც ქლიავის შაქრისა და კალორიულ შემცველობას შეეხება, ქლიავის ჭირი უფრო მეტ შაქარს და კალორიას შეიცავს, ვიდრე ნედლი ქლიავი. 100 გრამი ქლიავი დაახლოებით 240 კალორიას და 38 გრამ ფრუქტოზას, ხოლო 100 გრამი ნედლი ქლიავი კი მხოლოდ 46 კალორიას და 10 გრამზე ნაკლებ შაქარს შეიცავს. ნედლი ქლიავი უფრო დაბალკალორიულია და ნაკლებად ტკბილი, რის გამოც ის უფრო მსუბუქი საჭმელია ვიდრე ჭირი. მიუხედავად შავი ქლიავის ასეთი სასარგებლო თვისებებისა, მნიშვნელოვანია მისი ზომიერი მოხმარება. არ მიირთვა ძალიან ბევრი ქლიავი ერთდროულად, რადგან ამან შეიძლება შებერილობა გამოიწვიოს. რეკომენდირებული რაოდენობა კი დღეში დაახლოებით 4-5 ნედლი ქლიავია. რაც ქლიავის ჭირს შეეხება, დღეში 1-დან 2 ჭირამდე შეიძლება საკმარისი იყოს საჭმლის მონელების მსუბუქად სტიმულირებისთვის. რეკომენდირებული რაოდენობის მაქსიმუმი კი დღეში 40-50 გრამია. გარდა ამისა, ქლიავის ჭირი ბევრ წყალს შეიცავს და მან რომ ეს წყალი თქვენს ორგანიზმს არ წაართვას და სარგებლის მაგივრად ზიანი არ მოგიტანოთ, ის ჯერ მთელი ღამის განმავლობაში წყალში უნდა ჩაალბოთ. მეტეორიზმი ან დიარეა რომ თავიდან აიცილოთ, ჯობს ქლიავის მოხმარება თანდათან გაზარდოთ. ახლა კი რეცეპტების დრო დადგა. ყაბზობის მოსახსნელად აიღეთ 5-10 ქლიავის ჭირი და პატარა ჭურჭელში მოათავსეთ. ქლიავის დასაფარად საკმარისი წყალი დაასხით. მთელი ღამის განმავლობაში ან მინიმუმ 8 საათით დატოვეთ. ამის შემდეგ შეგიძლიათ ქლიავი პირდაპირ მიირთვათ ან სმუზის მსგავსი კონსისტენციის მისაღებად დააბლენდეროთ. ნაწლავების გასაწმენდად და კოჭის მოქმედების რეგულარულობის უზრუნველსაყოფად ეს ნარევი დილით უზმოზე მიირთვით. მისი კოჭის ამოქმედების ეფექტს 8-დან 24 საათის განმავლობაში შეიძლება ველოდოთ, რაც ქლიავის ტიპზე და თქვენს ინდივიდუალურ მონელებაზეა დამოკიდებული. ქლიავის მარტივი მუსი ჩიას თესლით. დაგჭირდებათ 500 გრამი მწიფე ქლიავი. დარიჩინის 1 ღერი. 1 სუფრის კოვზი ჩიას თესლი. ქლიავი გარეცხეთ, კურკა გამოაცალეთ და დაჭერით. ჩაყარეთ ქვაბში დარიჩინის ღერთან ერთად და ცოტა წყალი დაასხით. საშუალო ცეცხლზე დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში ხარშეთ, სანამ არ დარბილდება. ოდნავ გააცივეთ და ჩიას თესლი აურიეთ. ამოიღეთ დარიჩინის ღერი და მუსი და აბლენდერეთ. მათ სივარში დაახლოებით 5-6 დღე ინახება. გამომცხვარი შვრიის ფაფა ქლიავით. დაგჭირდებათ 2 ჭიქა შვრია. 4 მწიფე ქლიავი დაჭრილი. ნახევარი ჭიქა დაჭრილი თხილი ან ნიგოზი. 2 ჭიქა ნუშის რძე ან ნებისმიერი სხვა რძე. 2 სუფრის კოვზი თაფლი. 1 ჩაის კოვზი დაფქული დარიჩინი, 1 ჩაის კოვზი ვანილი, უმელი 175 გრადუსზე გააცხელეთ. საცხობ ფორმაში შეურიეთ შვრია, დაჭრილი ქლიავი და თხილი. ცალკე ჯამში აურიეთ რძე, თაფლი, დარიჩინი და ვანილის ექსტრაქტი. დაასხით თხევადი ნარევი შვრიასა და ქლიავს და თანაბრად გადაანაწილეთ. აწყვეთ 20-35 წუთის განმავლობაში, ან სანამ ზემოდან ოქროსფერი არ გახდება. თბილი მიირთვით. შვრია მდიდარია ბოჭკოებით, ხელს უწყობს საჭმლის მომნელებელ ჯანმრთელობას და სისხლში შაქრის დონის რეგულირებას. ქლიავი შეიცავს ვიტამინებს, ანტიოქსიდანტებს და დიეტურ ბოჭკოებს საჭმლის მომნელებელი ჯანმრთელობისა და ანტიოქსიდანტური დაცვისთვის. თხილი მდიდარია ჯანსაღი ცხიმებით, ცილებით და ბოჭკოებით, ხელს უწყობს გულის ჯანმრთელობას და გაჯერებას. რძე შეიცავს კალციუმს და D ვიტამინს ძვლის ჯანმრთელობისთვის. თაფლი შეიცავს ანტიოქსიდანტებს და აქვს ანტიმიკრობული თვისებები. ქლიავისა და მაჭმის პარფე. დაგჭირდებათ 1 ჭიქა მაწონი. 4 მწიფე ქლიავი, კუბიკებად დაჭრილი. 1/4 ჭიქა გრანოლა, აირჩიეთ დაბალი შაქრის შემცველი ვარიანტი. 1 სუფრის კოვზი თაფლი, სურვილისამებრ. ჭიქაში აურიეთ მაწონი, კუბიკებად დაჭრილი ქლიავი და გრანოლა. თუ ხმარობთ, დაასხით თაფლი. მაწონი მდიდარია ცილებით და პრობიოტიკებით. ის ხელს უწყობს ნაწლავის ჯანმრთელობას და კუნთების აღდგენას. ქლიავი შეიცავს ვიტამინებს, ანტიოქსიდანტებს და დიეტურ ბოჭკოებს საჭმლის მომნელებელი ჯანმრთელობისა და ანტიოქსიდანტური დაცვისთვის.
გრანოლა ასევე შეიცავს ბოჭკოს, კარგია ენერგიის მოსამატებლად და საჭმლის მომნელებელი ჯანმრთელობისთვის. თაფლი, აქვს ანტიბაქტერიული და ანთების საწინააღმდეგო თვისებები. ქლიავის სმუზი. დაგჭირდებათ 150 გრამი ქლიავი, 200 მილილიტრი ნუშის რძე, 2 ცალი ფინიკი, 1 ჩაის კოვზი დარიჩინი, 2 ჩაის კოვზი კურკუმა, 1 ჩაის კოვზი ანისი. გარეცხეთ ქლიავი, გაჭერით შუაზე და კურკა ამოაცალეთ. შემდეგ ყველა ინგრედიენტი გლუვი კონსისტენციის მასის მიღებამდე დააბლენდერეთ. ჩაასხით ჩიქებში და მიირთვით. ამ სმუზის ინგრედიენტების კომბინაცია ხელს უწყობს საჭმლის მომნელებელი სისტემის ჯანმრთელობას, ამცირებს ანთებებს და ორგანიზმს აუცილებელი ვიტამინებითა და მინერალებით უზრუნველყოფს. ჯანმრთელად იყავით ქართველებო. გემშვიდობებით მომავალ საინტერესო ვიდეომდე. კარგად ბრძანდებოდეთ.